დღეს არის პრეზენტაცია ერნსტ გომბრიხის მსოფლიო ბესტსელერის, რომელსაც ქვია ხელოვნების ამბავი. ეს გამოცემულია ინგლისური გამომცემლობის მიერ თავის დროზე 1950 წელს და მას მერე 16 გამოცემა ამ წიგნის გამოსული და დაახლოებით 7 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული მთელ მსოფლიოში. მრავალ ენაზე არის თარგმნილი, ქართულად არ იყო და ჩვენი გამომცემლობის ლოგოს პრესის ინიციატივით ითარგმნა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი შენაძენი ქართველი მკითხველისთვის, პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის, ვისთვისაც წერდა გომბრიხი და ყველა ასაკის ადამიანისთვის. მოხელულია ყველა ეპოქა, ყველა ჟანრი და ისეა დაწერილი ერთ სიტყვით, რომ მას წაიკითხავთ როგორც ამბავს, როგორც რომანს, ასე ვთქვათ, ხელოვნების შესახებ. ეს არის მისი მთავარი ღირსება, რის გამოც ის არის პოპულარული მთელ მსოფლიოში და ეს წიგნი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო გამოცემად შესავლად ხელოვნებაში. პრეზენტაცია, წიგნის პრეზენტაცია, რომელიც როგორც ხელოვნებას ეხება, თავისთავად არის საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ მას არ აქვს კლასიკური სახე. ანუ ერთგვარი არტია თვითონ პრეზენტაციაც, როგორც ასეთი, აქ წარმოდგენილია როგორც წიგნი, ასევე ვთქვათ, ვიზუალური მასალები, კედლებზეც კი და ასევე ერთგვარი პერფორმანსი, რომელიც საჭმელის მომზადებით გაიმართება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელოვნება ნელ-ნელა უფრო სინთეზური და სინკრეტული ხდება და ამ გამოწვევებს თავისთავად უნდა უპასუხოს თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ და ბიბლიოთეკაც თავისთავად ამ ყველაფერში უნდა იყოს აქტიურად ჩართული, ამიტომაც მასპინძლობს. ნახე არის ძალიან საინტერესო წიგნი, არის აუცილებლად შევიძენ, რაც მთავარია. ეს პრეზენტაცია არის ძალიან კარგია, რომ ხალხი ამას ნახავს და გაეცნობს. წიგნი, რომელიც დღეს საქართველოში იყიდება, ეს არის ის აუცილებელი წიგნი, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ქონდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ყველაზე კარგი რაც არის, იმდენად კარგი ენით არის დაწერილი, რომ ყველაფერი შეიძლება გაიგოს ადამიანმა და მე მოხარული ვარ, რომ საქართველოში ესეთი საინტერესო წიგნი გაიყიდება ძალიან მალე.